დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნეოსრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მელელა ბაღდავაძე ვარ, ჩვენი პირველი სტუმარი კი ლაშა ფარულავა იქნება, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ამბები ხდება, იქ განახლების პროცესი მიმდინარეობს, ახალ ინიციატივებს აჟღერებს მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ამ პარტიასთან დაკავშირებული პერიპეტიები ბუნებრივია დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება, თუმცა იქამდე პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთოთ გენერალური პროკურატურა, სადაც თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია გააკეთებს განცხადებას. 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. სულ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3-ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებამ მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით, ძველი რედაქცია. განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახე და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. მაშასე თბილისის პროკურორის გიორგი მიქაიას განცხადებას უსმენთ პირდაპირ ეთერში, როგორც მისგან მოვისმინეთ, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გაიხსნა. ახლა კი ნიუსრუმი და ჩვენი პირველი სტუმარი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა იმყოფება, როგორც გითხარით ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა მიესალმე მაყურებელს. ბატონ ლაშა, ქართული ოცნების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ბუნებრივია ისევ არაერთი თვალსაზრისით არის კრიტიკის და მწვავე შეფასებების საგანი და ჩვენ რამდენიმე კონკრეტულ თემამდე აუცილებლად მივალთ, თუმცა იქამდე აი დღეს მინდა რომ თქვენს პარტიაზე ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს საუბრით დავიწყოთ, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ თუნდაც მხოლოდ გუშინ გაკეთებულმა განცხადებებმა ახალი კითხვები გააჩინა, კერძოდ, როგორც აქამდე ვიცოდით პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, ისე როგორც პოლიტსაბჭოს წევრებს, რომლებსაც უფლებამოსილების ეს ორწლიანი ვადა გუშინ 8 ივლისს ამოგეწურათ, პარტიის წესდების შესაბამისად სექტემბრამდე, ანუ პარტიის ახალყრილობამდე გაგიგრძელდებოდათ, ასე ვთქვათ, ეს ვადა, ანუ თქვენ ისევ გააგრძელებდით თქვენ პარტიულ პოზიციაზე მუშაობას, თუმცა გუშინ მიხეილ სააკაშვილისგან გავიგეთ, რომ ივლისის ბოლოს ჩატარდება ახალი ყრილობა, რომელიც პარტიის დროებითი მართვის ორგანოს აირჩევს. ეს გადაწყვეტილება ხარ, რა თქმა უნდა, უამრავ კითხვას არჩენს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი არის შემდეგი, რა საჭიროა დროებითი მმართველი ორგანო, როდესაც ხართ თქვენ პარტიის არსებული ლიდერშიპი. აი, რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ არ უნდა მიხეილ სააკაშვილს და მოდით პირდაპირ ასე კითხავთ, არც თინა ბოკუჩავას და არც პოლიტსაბჭოს მოქმედ შემადგენლობას, დღეს არსებულ შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა სექტემბრამდე გაგიგრძელდეთ. კეთილი უბრალოდ მინდა გამოვიხმაურო იმ გლობალურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ტრანსატლანტიკური ერთობა, ანუ ამერიკა და ევროპა ისევ ერთიან ფრონტად არიან წარმოდგენილი ავტორიტარული ბანაკის წინააღმდეგ. ნატო არის ერთიანი, ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა ნატოს დაშლასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების გასვლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი ამოწურულია.
პირიქით ახლა თუ ვინმეს ემუქრება საფრთხე, ეს არის ირანში აიათოლები, რუსეთში პუტინი და მათი ავტორიტარული ბანაკი, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ქართული ოცნება. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, ისევე მნიშვნელოვანი პროცესია და უფრო დიდი ალბათ EUTOS საპარლამენტო ასამბლეა და უბრალოდ ჩვენ მაყურებელს აუცილებლად პოზიციონირებაზე უფრო მეტად მაგრამ არის კითხვები, რომელიც უშუალოდ თქვენს პარტიასთან მიმართებაშიც არსებობს, ამიტომ დავიწყოთ ამ საკითხით და მერე უკვე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც შევხვდეთ. საერთაშორისო დღის წესრიგი ისელაგდება, რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ ფასს გადაიხდის აუცილებლად, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ მქონდა 2024 წელს პარადიგმა, მიხეილ სააკაშვილს სურდა ერთობა ერთიანი საპარლამენტო სიის თვალსაზრისით. სწორედ ეს მანდატი ჰქონდა თინა ბუკუჩავას, რომელიც ცდილობდა პარტიების გაერთიანებას და ზოგადად მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ისეთი რეალობა, სადაც საბანკო ოლიგარქიამ დაანაწევა პოლიტიკური ოპოზიცია და შედეგით შესაბამისი დადგა. ფრაგმენტირებული ოპოზიცია არავის არ აწევს. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორც ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი, პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ დროს, როდესაც სხვა ფორმა არ არსებობს არჩევნებში მონაწილეობის, მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აქვს შესაძლებლობა პროპორციულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ ეს ინსტრუმენტი გაგვეჩნდა და გსურს ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ანუ იყოს რეფორმების საბჭო, რეფორმატორთა საბჭო, სადაც მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს და სადაც არის მიშა, იქ არის ნაციონალური მოძრაობა, არ არსებობს რაღაც ცალკე რაღაცა ტიპის განყოფილება, მიშა სადაც აიქაა პარტია, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილს სურს, რადგანაც არ გამოდის პოლიტიკური ძალების ერთობა და ამას თავისი ხელისშემშლელი მიზეზები გააჩნია, ის რომ ვიღაცების სიძულვილს უფრო წინაყენებენ ვიდრე ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ ჩვენ გვინდა ერთობა ხალხთან, ჩვენ გვინდა ერთობა ამომრჩეველთან, საუკეთესო ნაწილთან ჩვენი საზოგადოების, რომელიც იბრძვის ქუჩაში და არაერთი აქტივისტი ინდივიდუალურად ახალი ადამიანი აღმოცენდა აი ამ რეპრესიისა და ტერორის პირობებში და ამ ადამიანებისთვის ჩვენ გსურს შევქმნათ პლატფორმა, რომლებიც იქნებიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ პლატფორმით შევძლოთ მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ანუ ჩვენი ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ეს არის მთელი შინაარსი, ანუ არ გამოდის პოლიტიკური პარტიების ერთობა და ამას აქვს თავისი ხელშემშლელი მიზეზი, მათ შორის საბანკო ოლიგარქია, ჩვენ ვთავაზობთ ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, კრიმინალური, კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ, ვთავაზობთ შესაძლებლობას და ინსტრუმენტს მიიღონ მონაწილეობა შემდგომ არჩევნებში და როგორი უნდა იყოს ეს არჩევნები, EUTOS საპარლამენტო ასამბლეამ ამაზე ძალიან კარგად ისაუბრა. ანუ არ გამოდის პარტიებთან ერთობა, აუცილებლად გამოვა ერთობა ქართულ ხალხთან და ეს პლატფორმა, ანუ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკური ინსტრუმენტი ოპოზიციურ ველზე, იქნება შესაძლებლობა ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომლებიც არიან ამ პროცესში, სურთ პოლიტიკაში თავისი კონტრიბუციის შეტანა, იქნება შესაძლებლობა, ვისაც სურს შემოვა, ვისაც სურს ნაციონალური მოძრაობის გარდაქმნა, ისეთ პოლიტიკურ პარტიად, რომელიც იქნება ალგორითმული, ანუ რაც გულისხმობს ეს ხო, ყოველდღიური პრობლემები, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური, ისე პოლიტიკური პრობლემების გაშუქება, ხალხამდე მიტანა, ხალხისგან შესაბამისი ინტერესის წამოღება პოლიტიკურ დონეზე და ამ ასპარეზის შეთავაზებას გულისხმობს. თქვენ ხა ძალიან ისე დავარცხილად და ლამაზად საუბრობთ, თუმცა მე მინდა მაინც გკითხოთ, ხომ არ აჩვენებს პარტიის შიგნით სერიოზულ პრობლემებს ის რა პროცესაც ნაციონალურ მოძრაობაში ახლა ვხედავთ. აი თქვენ გუშინ სოციალურ ქსელშიც დაწერეთ და თქვით, რომ თანამდებობებისთვის ბრძოლა სრულად ადგილოა, თუმცა აი რასაც ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ვუყურებთ, ტოვებს თუ არა ზუსტად ამ შთაბეჭდილებას, აი გვაქვს თუ არა სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში სერიოზული შიდა, ასე ვთქვათ, პარტიული დაპირისპირება გაქვთ და ამ დაპირისპირების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ პრობლემებს ვეღარც კი მალავთ და უკვე ღიად და ასე ვთქვათ, სააშკარაოზე გადმოდის. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას რეჟიმის პირობებში აქვს პრობლემები. ფინანსური, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ეს არის რეალობა. ეს პრობლემები აქვს მედიასაც. კრიტიკული სიტუაცია საქართველოში არსებობს საჩივარი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად დემოკრატია უნდა გაუქმდეს ამ ქვეყანაში. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, პრობლემები აქვს ყველა პარტიას, მაგრამ ჩვენ აქვს სურს, ჩვენ გვინდა არსებულ რეალობას მოვეკოთ. ჩვენ გვსურს, რომ
პოლიტიკური პარტია იყოს ფართოდ გაშლილი და ფართო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად მაღალ ხარისხში. მაგრამ ამ პროცესში რატომ კეთდება აქცენტი ახალ სახეებზე? გეტყვით, ანუ როდესაც მე დავწერე, სხვა ადამიანებზე. გაგცემთ პასუხს ამომწურავად. როგორც ჩემი, ისე ირაკლი პავლენიშვილის, ვასილ რუშაძის, ჩემი მეგობრების ყველას, ეხლა ჩვენ საჯარო პოლიტიკაში დიდი ხანია ვართ, მაგრამ პარტიული თვალსაზრისით ლევან ხაბეიშვილთან ერთად ჩავერთეთ, იმიტომ რომ ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც პარტიის შიგნით შეიქმნა, მე გულისხმობ კონკურენციას და არჩევნებს შიდა პარტიის დონეზე, მაძლევდა მეც საშუალებას, რომ ჩემი ბენეფიტი შემეტანა პოლიტიკურ პარტიაში. ახლა არის აბსოლუტურად სხვა რეალობა. პარტიაში რაღაცა თვალსაზრისით და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო, რომ ერთობა უნდა შექმნილიყო პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოჩნდა, რომ ეს ფაქტობრივად არის შეუძლებელი და მათ შორის არაეფექტიანი. მეორე პლატფორმა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, გულისხმობს იმას, რომ ფართო საზოგადოება იყო ჩართული პარტიის ცხოვრებაში, თუ რამე არ მოწოს ნაციონალურ მოძრაობაში, თავად შემოიტანოს ინიციატივები, რომელიც დაეხმარება პარტიას რეფორმაში. გარდამავალი ეტაპი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ მივიდეთ შიდა პრაიმერისამდე, შიდა არჩევნებამდე, ისე რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ პარტიას უკავშირდება და არის ხო კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა ესეთი უნდა იყოს, ან ისეთი უნდა იყოს, ჩვენ გახსნილები ვართ, ვისაც აქვს სურვილი ინიციატივა, მზად ვართ რეფორმების საბჭოში ეს ინიციატივები. განახლების პროცესი კი არ გვიკვირს, რაც ბუნებრივია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში. აქ კითხვას აჩენს, რატომ რჩებიან ძველი სახეები, ასე ვთქვათ, ამ პროცესის ცოტა გვერდით და წინა ფლანგზე შემოდიან ახლები. აი, როგორც სააკაშვილი ამბობს, გუშინდელი პოსტი მაქვს მხედველობაში, ვისი ფორმალური თანამდებობა სოლიდარობის ნიშნად, აი, დროებითი მართვის ორგანოში შენარჩუნდება, რომელსაც ივლისის ბოლოს ჩანიშნულ ყრილობაზე აირჩევთ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ისიც მარტო იმიტომ, რომ ის არის ციხეში, ანუ მოქმედი ლიდერშიპიდან სხვების ადგილს ამ ორგანოში სააკაშვილი ვერ ხედავს. ანუ აშკარაა, რომ სააკაშვილი არ არის არც ცინა ბოკუჩავას მუშაობით კმაყოფილი და არც პოლიცაბჭოს მოქმედი შემადგენლობით, ხო? სხვა შემთხვევაში არ ვიცი, ხა ალბათ განახლების საჭიროებასაც ვერ დაინახავდა. აბსურდული ბრალდებით. ანუ მოდი ხა სინამდვილეში შენიშვნები, მოდით ეს მინდა ჩაგეკითხოთ, რა არის ის შენიშვნები, რაც მიხეილ სააკაშვილს პარტიის მოქმედი ლიდერების მისამართად გააჩნია. სინამდვილეში რა ხდება? ლევან ხაბეიშვილი არის პარტიის გამოკვეთილი ლიდერი. პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი თავარი ელექტორალური ძრავა. ლევან ხაბეიშვილი თავარი ლიდერი. ორივე არის ციხეში. რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ რეფორმაზე, გულისხმობთ იმას, რომ რეფორმა უნდა მოხდეს პარტიის მთლიანად. სიღრმისეული ღრმა რეფორმა ჭირდება პარტიას იმისთვის, რომ იყოს გახსნილი, იყოს მეტი კონკურენცია, არა ეიჯიზმი, ანუ ასაკით შეჯიბრი კი არა, შეჯიბრის საქმით. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი პოლიტიკური პოზიციაც რა არის, რომ ახალგაზრდა ადამიანი პარტიაში თანამდებობისთვის რატო უნდა იკლავდეს თავს, როდესაც მთავარი არის საქმე ქუჩაში, საქმე ივანიშვილის კრიმინალური კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც კიდევ თვალნათ დააჯერებს ჩვენს ამომრჩეველს, ისედაც ყველას წამსროლ კორუფციული მმართველობა აქვს ქვეყანაში, კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული ინიციატივებით, კონკრეტული ესე რომ ვთქვათ, მოქმედებით ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ და ავირეკლოთ საზოგადოების მოთხოვნა და სწორედ ამას გულისხმობს და ლევან ხაბეიშვილი ჩვენი გამოკვეთილი ლიდერი, ამაზე მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, უბრალოდ პოლიტიკური საბჭოს რეფორმაზე როცა არის საუბარი, კი, ლევან ხაბეიშვილი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური რატომ არ იქნებიან ეს იწვევს კითხვას. მე დარწმუნებული ვარ, ის ესე რომ ვთქვათ გაუგებრობები, რომელიც გამოიწვია იმან, რომ აი რა ფორმით უნდა მოხდეს პარტიის რეფორმა, მე და ჩემი მეგობრები სრულიად ხარს უჭერთ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას. ლაპარაკი არის ერთისწყრი რეფორმების საბჭოზე, სადაც იქნება ღია კარები ყველა ინიციატივისთვის, ყველა ადამიანისთვის, ყველა აქტივისტისთვის. ამ ინიციატივების აღმასრულებელი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი და პარტიის შიგნით დავამთავრებ, პარტიის შიგნით ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისგებლობას პარტიის რეფორმაზე შემოთავაზებულ რეკომენდაციების
დანერგვაზე, იმპლემენტაციაზე და ეს გუნდი, ეს ჯგუფი ძალიან მალე დასახელდება, ყველა გაიგებს და პარტია რამოდენიმე თვის განმავლობაში იქნება ამ რეჟიმში, რომ მოხდეს ჩვენი სრული ინსტიტუციური გარდაქმნა. და პარტიის, ასე ვთქვათ, ძველმა სახეებმა, ვეტერანმა ნაცებმა პარტია დატოვონ, ანუ ვერ მოხდეს, ასე ვთქვათ, შეთანხმება იმ ხედვაზე, რაც მიხეილ სააკაშვილის გამორიცხულია ნაციონალური მოძრაობა, მეინსტრიმული პარტია არის ხედვები, ეს ხედვები შეიძლება იყოს განსხვავებული. ჩვენ როდესაც ახლა ავტორიტარულ რეჟიმის პირობებში და რეპრესიისა და ტერორის პირობებში, სადაც ყველა ერთი და იგივე სიძახლის ქართული ოცნების მხრიდან, ჩვენ ეს პოლიტიკური ძალა არა ვართ. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ჩვენ არა მხოლოდ გაგებით ვეკიდებით, არამედ მისი აღსრულებისთვის ვემზადებით, თუმცა არის სხვა ინიციატივებიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პარტია უნდა იყოს სახალხო, პარტიაში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ამომრჩეველი წევრები, მხარდამჭერები, ნებისმიერი თანამდებობა. უნდა იყოს პასუხისგებლობა ამომრჩეველთა და არა პასუხისგებლობა საკუთარ თავთან ან რაღაცა კარიერულ წიაღსვლასთან და მე კიდევ ერთხელ გავამეორებ, ახალგაზრდა ადამიანს არ უნდა ქონდეს რაღაცა გიჟური განცდები, რომ რაღაცა სტატუსი კონდეს. რა შემჭირდება მე სტატუსი იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა, თავარი არის ასეთი განცდები და განწყობები პარტიაში, ვინმე გყავთ თქვენი რომელიმე წევრი კავშირდელობაში, როდესაც ამის კამაზე ზოგადად ვიძახი პრინციპზე ვლაპარაკობ, ამორალურია, ანუ ჩემთვის თავარღირებულებას პარტიული თანამდებობა არ წარმოადგენს, ჩემთვის თავარღირებულება არის ჩემი ქვეყანა, ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი და ზუსტად ვიცი თუ პოლიტიკაში არ შექმნით ის წესრიგს. გინდა სტატუსი გქონდეს, გინდა თანამდებობა გქონდეს, არაფერს არ ნიშნავს, არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ხალხისთვის არაფერს არ ნიშნავს. რამდენი ადამიანს ქონია სტატუსი ამ პარტიაში, თანამდებობა, რაში გამოიყენეს თუ საქმეს არ გააკეთებ. ამიტომ ჩემი მიდგომა არის ძალიან მარტივი, მე სურს რომ ოპოზიცია იყოს უფრო მეტად გახსნილი ახალი ადამიანებისთვის, ახალი ადამიანების შემომტკიცება სჭირდება ნდობა, ნდობა სჭირდება ისეთი ღია და გამჭვირვალე პროცესი, სადაც თითოეულ აქტიურ ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს პოლიტიკურ ასპარეზზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ იყო ადრე რომ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენთან არის მხოლოდ პროპორციული. ანუ პარტია უნდა გადაწყვითოს არის თუ არა გახსნილი ახალი ადამიანებისთვის და არა მხოლოდ გახსნილობა სიტყვით, არამედ გახსნილობა მექანიზმებით, კონკრეტული ინსტრუმენტებით, რომლითაც აღდგება ნდობა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სულ პოლიტიკაში მონაწილეობენ. თან დაკავშირებული თემა რომ ამოწუროთ, გეტყვით რა შთაბეჭებას უტოვებს რიგ ანალიტიკოს ის ყველაფერი, რასაც ნაციონალურ მოძრაობაში ხედავთ სააკაშვილის პარტიაში, ზუსტად ის ავტოკრატია, რაც ქართულ ოცნებაშიო ასეთია მაგალითად ირაკლი მელაშვილის პოზიცია. ეხლა ნაციონალებს არ გიყვართ, ისე როგორც სხვათა შორის ქართულ ოცნებას, როცა ამ ორ პარტიას ერთმანეთთან გადაერებენ, თუმცა ასეთი პარალელები გადავლაშა ნამდვილად არსებობს და დღემდე არსებობს. მართლაც სად ჩანს, მოდით თავი დავანებოთ ირაკლი მელაშვილის პოზიციას, სად ჩანს რომ ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დემოკრატია გაქვთ. აი მართლაც ხედავთ რომ ერთი ადამიანი იღებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, გადაწყვეტილების შესაბამისად არის თუ არა ავტოკრატია. არ გეთანხმებით და ამის თქმის საფუძველი გამოჩნია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტიის ჩარტა და შიდა არჩევნები და იყო გარკვეული ჯგუფი საბოტაჟნიკების, რომელმაც შემდეგ საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნეს პოლიტიკური ძალა და რა ვიცი, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით ერთიან სიაზე, რომელზეც ახლა სალომე ზურაბიშვილი საუბრობს სხვათა შორის. დაგვიანებულია ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ხელიდან გაშვებული შანსი ხო იყო და მე ჩვენ მეორეჯერ აღარ ვაპირებთ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას და ვაპირებთ ამ ინსტრუმენტის მიცემას ყველა ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანისთვის, ახალგაზრდისთვის, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში დემოკრატია და რა თქმა უნდა ევროპული მომავალი და როდესაც ვლაპარაკობთ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე, ხელი შეუშალა არჩევნებს, თინა ბოკუჩავა რატომ და რისთვის მოხდა მისი ესე რომ თქვა თავმჯდომარით მოყვანა და ამტკიცება და ამ მანდატის მიცემა, ამაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, რომ გარკვეულ წილად მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოპოზიციის ერთობა, თინას ჰქონდა ის მანდატი, რომ ერთობა შემდგარიყო. ვიღაცები აი საბოტაჟნიკები არ ისაუბრებოდნენ ლევან ხაბეიშვილს და იწუნებდნენ, ყველაფერს უწუნებდნენ, აღარ ჩამოთვლი რას და როგორ და ამორალური იყო მათი ქცევა და იყო ეს პოლიტიკური პარადიგმა, რომ აი ერთობა პარტიების. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ერთობა პარტიების იქ სადაც სიძულვილი უფრო
მნიშვნელოვანია ზოგიერთი სუბიექტისთვის და პოლიტიკოსისთვის ვიდრე ეროვნული ინტერესი არაფერი არ გამოდის. რომელი პარტიები და მათი ლიდერები იცოდნენ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. პასუხი უნდა იცოდეს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ჩვენზე უკეთ იცის. როგორ არ ვიცით ახლა რა ვიცი ახლა როგორ არ ვიცით თამარ ჩერგოლეიშვილიდან დაწყებული რა ვიცი შეგვიძლია დავამთავროთ ახლების თამარ ჩერგოლეიშვილი იწუნებდა ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოზიციაზე და ამიტომ თელმა გუნდმა დაუჭირეთ ხარი იმას რომ ხაბეიშვილი არ ყოფილიყო რა იყო თავარი რა ჩვენი ქვეყანა არ არის ერთობა არის თავარი გამარჯვების ფორმულა როდესაც ერთობა ერთიანი სიის ფორმატში იყო ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ვიღაცები ფეხები დააბაკუნეს და საბანკო ოლიგარქიისგან ფული მოიზიდეს და რაღაც თავისი დღის წესრიგი შექმნეს და რა შედეგი ამ ქვეყნის მომავალს ეშველა? არა. არის ქვეყანა გაჭედილი და იზოლაციაშია მოქცეული და ამაზე კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და უნდა ილაპარაკონ როგორ მოხდა ეს ფული მათ პარტიაში და მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ ვემზადებით და დარწმუნებული რატო დაუწყე საუბარი გლობალურ პროცესებზე რატო დავიწყე საერთაშორისო ანუ მექანიზმზე საუბარი და ეუთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ეს ნიშნავს იმას რომ იგივე წესები ვერ ჩატარდება არჩევნები ჩატარდება რა თქმა უნდა საქართველოში არჩევნები იქნება რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოება ამაში ჩართული და ქართულ ოცნებას მოუწევს უკან დახევა ამისი ყველა კონტური არსებობს და რა არის ახლა მთავარი არის რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია იყოს ფორმაში, ჩვენი პოლიტიკური პარტია პასუხობდეს ამომრჩევლის ინტერესებს და აირეკლავდეს მათ სურვილებს და უნდა იყოს გახსნილი, იმიტომ რომ ახალი ადამიანები, აი მე ძალიან მომწონს გურამ ჩუხრუკიძე. გურამ ჩუხრუკიძემ პოლიტიკაში რომ მიიღოს მონაწილეობა, პარტია უნდა ირჩიოს და ის პარტია, რომელშიც იშევა, უნდა იყოს გახსნილი. აი ამ გახსნილობას თავაზობ ჩვენ ამ რეფორმით და თუ ვინმეს არ მოწონს ეს თუნდაც ჩემ პარტიაში არის არასწორი და არამხოლოდ არასწორია, არამედ დამაზიანებელია საერთო ბრძოლისთვის, იმიტომ რომ საერთო ბრძოლას სჭირდება მეტი გამჭვირვალობა, საერთო ბრძოლას სჭირდება მეტი ნდობა, ამ ნდობისთვის დროებითი ესე რომ ვთქვათ, მართლობა ჩამოყალიბდება პარტიაში და პარტია სრულ გარდაქმნას ამ 6 თვის შემდეგ დაიწყებს შიდა პრაიმერისებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და შიდა არჩევნებით. ყველგან იქნება ამომრჩეველი ჩართული და ჩვენ ჩავაბარეთ დემოკრატიის ტესტს არა მხოლოდ საზოგადოებასთან, საკუთარ თავთანაც, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხალხის მანდატი და ნდობა თუ არ გექნა. ან თანამდებობაზე რა გინდა ეროვნულ დონეზე, ეროვნული პოლიტიკურ დონეზე, ან პარტიის დონეზე. ამიტომ ჩვენთვის სისტემურად მნიშვნელოვანია ამომრჩეველის ნდობა და ჩართულობა პარტიის ცხოვრებაში. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათაც რომ გადავალოთ თვალით, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ მით უფრო ეუთოს რეზოლუცია და ხო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას მოიცავს და ამიტომ ახლა რამდენიმე წუთი ამ თემასაც დავუთოთ. რეზოლუციაში სხვა კრიტიკულ ჩანაწერთან ერთად ეს გავახსენეთ მაყურებლებს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გაუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა, ასევე უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მედიისა და ოპოზიციის თავისუფალი ფუნქციონირება, თავის შეიკავოს ძალადობისგან და განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. ამ დღეებში ამ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც უკვე იქცა მიღებულ დოკუმენტად, ბევრი ვისაუბრეთ, ამიტომ ახლა ქართული ოცნების გამოხმაურებებზე კითხავთ, მაგალითად აიშავა პაპუაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელმა პოზიციონირებამ მიიყვანა დასკვნამდე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშემწყობი უნდა ყოფილიყვნენ, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ. აი, რამდენად შეგვიძლია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკური შურისძიების ჭრილში და კონტექსტში დავინახოთ და მეორე მხრივ, აი ეს კრიტიკული ანგარიშები და რეზოლუციები, ეს არის დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან თუ ამავე დროს საქართველოსთან. ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა იმით, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი იყო გახლეჩილი. ევროსკეპტიციზმი არამხოლოდ ისმოდა როგორც სიგნალი ვაშინგტონიდან, არამედ პოლიტიკურ ნარატივად იყო ჩამოყალიბებული და იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოდან ამერიკის შეერთებული შტატები გავიდოდა. ამით სარგებლობდა ისეთი ავტორიტარული სუბიექტები, როგორც არის ქართული ოცნება, აი ამ გაუგებრობას იყენებდა მის სასიკეთოდ, თუმცა ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ
ნატო არის ერთიანი, ხედავთ ამერიკისა და ევროპის საერთო ინტერესს და საერთო ფრონტად არიან ჩამოყალიბებულები და მზად არიან უკრაინას ბოლომდე დაეხმარონ. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც რუსეთში პუტინის რეჟიმი, ისე ირანში აიათოლების რეჟიმი დასრულდება და ეს ნიშნავს იმას, რომ ავტორიტარული სუბიექტების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში აღარ იქნება. და ეს არის მძიმე ტვირთი ქართული ოცნებისთვის. თუ აქამდე სარგებლობდნენ აი ამ გახლეჩილობით, ახლა მათ მოუწევთ ერთიან ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფთან პაექრობა და როგორ დასრულდება ამას დავინახავთ და ჩვენ კი გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამის ნათელი მაგალითი არის მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც არის ნათქვამი, რომ გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გამოიძიეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული დანაშაულები და ფაქტობრივად მიანიშნეს გაყალბებაზე და ყველაზე მთავარი რეპრესია და ტერორი უნდა შეწყდეს ტერორი მედიის წინააღმდეგ, ტერორი სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ტერორი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. კი, ანუ ეს უნდა დასრულდეს. ეს არის სწორედ ის რედლაინი, ეს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არავინ აღარ აპირებს. არაპატიებს ქართულ ოცნებას. შეფასებებს თავის მხრივ ვიცით, რომ არიზიარებს მართველი პარტია და მეიტიც რეზოლუციის კენჭისყრა არიზიარებს, იმიტომ რომ ზუსტად მანდარი ადრე ქართული ოცნების დეპუტატებმა მაგაშია საქმე, რომ სარგებლობდნენ გათიშულობით დაპირისპირებით, რომელიც იყო ერთიან ევროპულ სივრცეში და დასავლურ სივრცეში, ეს გათიშულობა უწყობდა ხელს, რომ მათი ველური პოლიტიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი ყოფილიყო რაღაცა ისეთი მასკულანური და თითქოს ძლიერები ვართ. აი ახლა ვნახავთ შემოდგომაზე ქართული ოცნება როგორ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის და ქართულ ხალხს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა ჩაკეტა, ივანიშვილს მოუწევს ამ კარის გახსნა, ეს სურს ქართულ საზოგადოებას, მას მოუწევს უარის თქმა არჩევნებში ჩარევაზე, მას მოუწევს უარი იმ რეპრესიაზე და ტერორზე, რომელსაც აი ამ გათიშულობის ფონზე ახორციელებს. გამოჩნდება ქართული ოცნება გადაიხდის თუ არა მის მიერ წარმოებულ პოლიტიკაში და მიღებული გადაწყვეტილებების გამო კონკრეტულ პოლიტიკურ ფასს, იქამდე ვხედავთ პროტესტს, რომელიც მაგალითად გუშინ ქართული ოცნების დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს იქვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის დარბაზში, მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზში, რაზეც სხვა შორის ასეთი პასუხი ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია. თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივე საკეთებ თუ ასე მიმართა მან ნიკოლოზ სამხარაძეს, რომელიც არის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. აი რა პოლიტიკური მესიჯია მეორე მხრივ ასამბლეის მიმართ ის პროტესტი და პერფორმანსი, რომელიც ვნახეთ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან და აი როგორ შეიძლება შეფასდეს ქართული ოცნების მიერ სხდომის დატოვება ქოცი გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლეა ასეთია მაგალითად ლევოს საგარეუბნის როდესაც პოლიტიკური არგუმენტი არ გაგაჩნია, ტრიბუნას ტოვებ, იმიტომ რომ სათქმელიც არაფერი არ არის. როდესაც რეპრესია და ტერორი არის ყოველდღიურობა, როდესაც არ არსებობს ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობა, არის ერთი კაცის მმართველობა, ცხადია, ამაზე პასუხისმგებელი არის არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მთელი ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში. ქართულმა ოცნებამ თუ ამდენი ხნის განმავლობაში მოახერხა გარკვეულად პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაბლოკვა ბრიუსელში, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მის გვერდში იყო ორბანი, პოლიტიკური მამა. ახლა ის პოლიტიკური მამა მათ დაკარგეს და არიან ამ პრობლემის პირისპირ და ქართულ ხალხს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ქართული ოცნების რეპრესიასა და ტერორს, პოლიტპატიმრების ციხეში, მათ შორის ჩვენ ვხედავთ კანონებს, რომელიც აი ამ რეპრესიას აფართოვებს, შესაბამისად, მათ მოუწევთ პოლიტიკური ფაზის გადახდა. მე მეტის თქვა აღარ მინდა, იმიტომ რომ ამას ჩვენი საზოგადოება იხილავს, უბრალოდ ახლა და ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლება, პოლიტიკურ ფორმაში იყოს პოლიტიკური ოპოზიცია, გახსნილი იყოს ახალი ადამიანების მიმართ, გახსნილი იყოს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც არ ეგუებიან ივანიშვილის რეპრესიასა და ტერორს და ამ ადამიანების შემოერთება არის უნიშნელოვანესი და ჩართვა პოლიტიკურ ასპარეზზე, იმიტომ რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მონაწილეობის ერთადერთი შესაძლებლობა არის პოლიტიკურ პარტიაში შემოსვლა
კენჭისყრა თავისუფალ არჩევნებში და ესე თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება და ამის გარანტი იქნება ის ერთიანი დასავლეთი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ანკარაში და ვხედავთ იმას, როგორ უჭერენ მხარს უკრაინას და უკრაინა მე დარწმუნებული ვარ დიდ გარღვევას გააკეთებს რუსეთის ბევრი დრო არ დაგვრჩა და ბოლოს კიდევ ერთ თემაზე მინდა გკითხოთ, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე უშუალოდ თბილისს უკავშირდება, როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტია ავრცელებს ინფორმაციას, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო ბექა ოდიშარიას ქვისლმა ლევან გოქსაძემ. ეს არის მაღალი კორუფციის რისკის შემცველი ამბავიო. ასეთი შეფასება ახლავს ამ ამბავს, მაგალითად ხაზარზე ჯაფაძის პარტია. ხალხის ჯიბიდან ფულს იღებენ და დებენ საკუთარ ჯიბში. აი ძალიან მარტივად ინფორმაცია რომელიც მედიაში ვრცელდება. ძალიან მარტივად თქვა. ახალ რეაბილიტირებულ მეტროსადგურავლაბარში ისე წვიმს როგორც გარეთ. ისე წვიმს აეროპორტში როგორც გარეთ. და აბა მოდი ვნახოთ ქართული ოცნების ჩინოვნიკების სახლები. არსად არ ჩამოდის წყალი. კი, ფული მოიპარეს, საკუთარი სახლები ააშენეს, ოქროს ზოდები დაილაგეს, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს ქართველი ხალხის ხარჯზე და იმიტომ არის ეს რეალობა. საზოგადოებრივი ინტერესი სადაც არის, იქ არის პრობლემა. არ არსებობს გზა, საფეხმავლო, საავტომობილო, რომელიც დატბორილი არ არის, იმიტომ რომ სანიაღვრე კეთილმოწყობილი არ არის. ფული მოიპარეს და ამის შედეგებს ჩვენ ვხედავთ ყოველი წვიმის დროს. როგორ შეიძლება სულ წყალდიდობა ხო არ არის? წვიმა მოვა, ყველაფერი იტბორება. რატო? იმიტომ რომ ფული მოიპარეს. არ არსებობს კომპანია და არ არსებობს კონკურენტული გარემო აი ამ ტენდერებში, სახელმწიფო შესყიდვებში. ყველა კომპანია მათი ფავორიტია, ამის ნათელი მაგალითია ის რომ ოდიშარიას ოჯახს მისცეს ეს ტენდერი, ანუ ერთი ხალხი ჯიბიდან იღებენ ფულს და საკუთარ ჯიბში იდებენ. და როგორი იქნება იქ სხვასაც შეეძლო ამ ტენდერში მონაწილეობა, როგორც ვიცით, არ შესულა არც ერთი სხვა კომპანია. ჩვენ ხო არაერთხელ გვითხოვს. ეს ტენდერები ძირითადად მორგებულია ფავორიტ კომპანიებზე ან კონკრეტულ პირებზე. მე შემიძლია უამრავი მაგალითი ჩამოვთვალო პირდაპირ ხელშეკრულებები ფორმდება საახალწლო ღონისძიებაზე. წარმოგიდგენიათ, ახალი წელი რაღაცა ისეთი მოვლენაა, რომ ვერ დაგეგმავ, რატო აფორმებენ პირდაპირ ხელშეკრულებებს? იმიტომ რომ უნდათ რომ ეს ფული ხალხის ჯიბიდან წამოიღონ საკუთარ ჯიბში და ამის ნათელი მაგალითი არის ის რაც ხდება თბილისის მუნიციპალიტეტში. მადლობა ბატონო სტუმრობისთვის. დღეს აქ დავასრულოთ და შესაბამისად დაგემშვიდობებით. ლაშა ფარულავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვაოდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, პოლიტოლოგი, სოციალური დემოკრატიისთვის წევრი ლევან ლორთქიფანიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ლევან, დავიწყოთ დღეისთვის არსებული აქტუალური საკითხების შეფასება და პირველ რიგში ნატო სამიტის დეკლარაციაზე ვისაუბროთ. მოდით, რომელიც სამიტის მიწურულს გუშინ იქნა მიღებული და რამდენიმე ყურადსაღებ ასპექტს მოიცავს, მათ შორის კი წევრი ქვეყნები ადასტურებენ მეხუთე პუნქტის მუხლისადმი ერთგულებას. დოკუმენტში არ არის საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ხაზგასმულია უკრაინის მნიშვნელოვანი როლი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ისე როგორც საუბარია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მობილიზების თვალსაზრისით ნატოს მხრიდან მნიშვნელოვან დახმარებაზე. ასევე დეკლარაცია ეხება ირანს და მოკავშირეების პოზიცია, რომ თეირანის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ. უფრო მეტი, მოკლედ თქვენ გითხარით, რა შედეგებით დაასრულა მუშაობა ნატოს სამიტმა და რა ვნახეთ და გავიგეთ ახალი ანკარიდან გასული 2 დღის განმავლობაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგით დამთავრდა ეს სამიტი. პირველი და მთავარი შედეგი, რომელიც ძალიან მკაფიოა, გახლავთ ის, რომ 36-ვე სახელმწიფო დგას უკრაინის გვერდით. ძალიან ხაზგასმით თქვეს ეს თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც, ყველაზე პატარა ქვეყნები, რომლებიც არიან ნატოში, მათმა წარმომადგენლებმაც და ეს ძალიან იშვიათი მოვლენა. აქამდე იცით თქვენ, რომ რაღაც განსხვავებული შეხედულებები იყო ევროპელებსა და ამერიკელებს შორის, თქვათ, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სამიტმა ამ ერთიანობას ძალიან მკაფიოდ გაუსვა
ხაზი და უკრაინის პრეზიდენტის იქ ყოფნა და ეს პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპთანაც და სხვებთანაც ამაზე მიანიშნებს. მეორე და მნიშვნელოვანი რაც ამ სამიტს მოჰყვა, უფრო გლობალურად რო შევაფასოთ ეს საკითხი, არის ის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნელ-ნელა ნატო უფრო ევროპული ხდება. ეს რას ნიშნავს, რომ ნატოში ნელ-ნელა იზრდება ევროპული სახელმწიფოების როლი, როგორც ფინანსური, ნელ-ნელა გაიზრდება იქ ასევე სამხედრო კომპონენტი და ევროპის სამხედრო მნიშვნელობა, ასე რომ საქართველოში ჩვენ რო ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მასხრად იგდებენ ხან საფრანგეთის პრეზიდენტს და ხან გერმანიის კანცლერს, ეს ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ნელ-ნელა ხო გეუბნებით ევროპა სამხედრო აქტორადაც ჩამოყალიბდება და თავის სიტყვას იტყვის აი ამ რეგიონის უსაფრთხოებაში და ევროპელები ყველაზე ხაზგასმით ამბობენ, რომ შავი ზღვა და მისი უსაფრთხოება ეს არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი და არავინ არ აპირებს არც ნატოს წევრი თურქეთი და არც ევროპა რომ ამ ზღვაზე ბატონობის უფლება მისცენ ისედაც ჩიხში მყოფ რუსეთს, რომელიც ამდენი ხანია თავისი სამხედრო პოლიტიკური მიზნების მიღწევას ვერ ახერხებს. ხო, რაც შეეხება საქართველოს, აი ჩვენ ქვეყანა ახსენეთ და ერთი კითხვა სწორედ ჩვენს კონტექსტშიც დავსვათ. ახლა ერთია რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ სამზე მიწვეული, თუმცა მეორეა რომ საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის შესახებაც არ ჩაწერილა არაფერი ახლა უკვე ანკარაში მიღებულ დეკლარაციაში, რაც პრინციპში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი არ არის, როგორც მახსოვს, ასე იყო შარშანაც, ხო, საქართველოს გახდება ნატოს წევრი, ან ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გაწყვეტილება, ეს ჩანაწერი ალიანსის სამიტის დეკლარაციაში უკვე აღარ ფიქსირდება. აი კიდევ ერთხელ საიდან სანამდე მოვედით და შექმნილი ვითარება რამდენად იძლევა საფუძველს თქვათ, რომ ქართულ ოცნებას აღარ მიხავს ქვეყანა ნატოსკენ და მეტიც ხელისუფლების პოზიცია და გადაწყვეტილებაც ალბათ შეიძლება რამდენად შეიძლება ის თქვათ, არის შემდეგი, ჩვენი ქვეყანა არ გახდება ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი. უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, უმნიშვნელოვანესი და ცოტა ცლად შევეცდები, რომ პასუხი გავცი ამ კითხვას. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფია. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ კავკასიის ცენტრი გეოგრაფიულად და გარდა გეოგრაფიული ფაქტორებისა, მაგალითად, საქართველოს ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკას, სამხრეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკას, გარდა ამისა საქართველოში ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიელებიც და სამხრეთ კავკასიელებიც, ეს დამატებით, ასე ვთქვათ, უნიკალურ სივრცეთ წარმოაჩენს საქართველოს. ამას რო თავი დავანებოთ, საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შავ ზღვაზეც გასასვლელი აქვს, თან კავკასიის რეგიონის ნაწილიც არის. გვაქვს უმნიშვნელოვანესი ტრანზიტული ფუნქცია აზერბაიჯანისთვის, სომხეთი ჩვენს გარეშე მთელ სამყაროს მოწყვეტილია. ანუ გვაქვს უნიკალური პოლიტიკური გეოგრაფია, ისეთი ქვეყანა ვართ და ამ პოლიტიკურ გეოგრაფიას სჭირდება გამოყენება და საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ძლიერი თუ სუსტი ლიდერი, ახერხებდა იმას, რომ ამ პოლიტიკური გეოგრაფიის წყალობით საქართველოს ყოფილიყო ჩვენს რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა. აი ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ დღეს საქართველოს აღარ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. იმიტომ რომ იზოლაციაშია, იმიტომ რომ არავინ მათ არ ენდობა, იმიტომ რომ არავის არ ელაპარაკებიან, იმიტომ რომ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ მათ არამხოლოდ დასავლელი ლიდერების მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართაც. და აი ქართულმა ოცნებამ ეს უნიკალური მოვლენა მოახდინა. უნდა მოინდომო ეს, აი ყურზე ფეხის დაბიჯებასავით არის, რომ კავკასიის რეგიონში იყო და მნიშვნელობას კარგავდა და ბაქო და ერევანი გედავებოდნენ თქვათ რეგიონში გადამწყვეტი როლის თამაშს და რაც მთავარია ნატოსკენ სწრაფვას რო თავი დაანებეს ხო ეს გასაგებია ეს ცალკე ტრაგედია მაგრამ აგერ ყურის ძირში ძალიან ახლოს საქართველოსთან იმართება ნატოს სამიტი მსჯელობენ ჩვენს რეგიონზე მსჯელობენ შავ ზღვაზე და არც გეძახიან როგორც ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც შეიძლება რაღაც შეეკითხო, რომელთან ერთადაც რაღაც შეიძლება დაგეგმო, ხო? არც გეძახიან რაღაცა ვოლფგანგი შინგერმა, პენსიონერების შეკრება დაგეგმა ნატოს სამიტის პარალელურად და იქ ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ქალბატონი, ხო? ეს აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სახე საქართველოში. ანუ ვართ გამოთიშულები, იზოლირებული და რეგიონში ჩვენს მნიშვნელობას ვკარგავთ და თუ დავკარგავთ ამ მნიშვნელობას
რეგიონში, ხო? მე უკან დაგვრჩება ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ურთულეს რეგიონში ვართ, ყველა ვიცით, ყველას ძალიან ბევრი ინტერესი აქვს ამ სივრცეში და თუ მაგრად არ იდექი, შენი ეს პოლიტიკური გეოგრაფია არ გამოიყენე, კავშირები არ გაქვს, თუ არ გენდობიან, მაშინ კარგავ ყველანაირ გავლენას და ნიშნულობას და კარგავ განვითარების პერსპექტივას. ის შუადერეფანიც უკან დაგვრჩება, ის დაკავშირებადობაც უკან დაგვრჩება, თუ ესე ვიქნებით იმაში აფსაიდის მდგომარეობაში. ვარიც არ გვჭირდება ჩვენ იმის შესაბოწმებლად, არის თუ არა საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში. ვართ ძალიან მკაფიოდ შეუარაღებული თვალითაც ჩანს, რომ ვართ თამაშგარე მდგომარეობაში ყველას მხრიდან. რუსეთთანაც თამაშგარე მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არანაირი ინსტიტუციური კავშირები, მადლობა ღმერთს, მათთან არ აქვს, დასავლეთთან ეს ინსტიტუციური კავშირები ჩაწყდა და ეხლა ის უზბეკეთის პრეზიდენტი თუ ჩამოვა, აქ ძალიან კაია, მაგრამ ეს რაიმე კავშირის წევრობას და რაიმე ერთობის წევრობას არ ნიშნავს. მულტივექტორულ პოლიტიკას არ ნიშნავს ამას ამბობთ. მულტივექტორულ პოლიტიკას ჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შენ იყო სახელმწიფო, შენ სიტყვას აფასებდეს და ყველა ვექტორის მხრიდან შენ განიხილებოდეს სერიოზულ ძალად. მითხარით, რომელი ლიდერი განიხილავს საქართველოს სერიოზულ მოთამაშედ. რომ აი თქვათ, როგორც ალიევი და ფაშინიანი გამოჩნდნენ, თქვათ, შვიდობის საბჭოს ხდობაზე, ესე გამოჩენილა, სადმე საქართველოს რომელიმე ლიდერი, ევროკავშირის რომელიმე სამიტზე ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას, ან ირანში რო ჩავიდა ჩვენი პრეზიდენტი, მისი ეს ვიზიტი რომელიმე მხარემ გამოიყენა რამისთვის? არაფერს არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი და ვერც ვერავინ ვერ გამოიყენებდა, თორე თქვათ ფაშინიანის ვიზიტი მე დარწმუნებული ვარ დასავლეთმაც და შეიძლება რუსეთმაც აი ამ საფლავებაზე ჩასულით გამოიყენა ზოგიერთი საკითხის დასალაგებლად იმ ხალხს შორის, ვინც ამ დასაფლავებას დაესწრო. ხო, ესეთი მოვლენები დიპლომატიას აღწევს, მაგრამ ყაველაშვილით რა უნდა დაალაგო? ვისთან უნდა დაალაგო? ვის უნდა დაელაპარაკო? სად უნდა გამოჩნდე? ვერსად ვერ გამოჩნდები, თავი გვაქვს მოჭრილი საერთაშორისო ასპარეზზე. ლევან, რამდენიმე წუთი მოდით უთესაპარლამენტო ასამბლეის პოზიციაზეც ვისაუბროთ, რომელმაც საქართველოს შესახებ უშენა მორიგი მწვავე რეზოლუცია მიიღო და აი როგორც ვისმენთ შეფასებებს, ახალ რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში მიღებულ დოკუმენტებში. აი რას შეიძლება ნიშნავდეს მაშინ, თუ კი ეს ასეა, ტონის გამკაცრება ქართული ოცნების მისამართით და აი რას გვეუბნება ამჯერად უკვე ევთა. მე თქვენთან ბოლოს სტუმრობის დროს თქვი, რომ ზღვა კოზით დაილიაო. ემატება ეს რეზოლუციას და საბოლოოდ ითარგმნება ძალიან მნიშვნელოვან სანქციებად, მე იმედი მაქვს, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეს ჩვენ გვაზარალებს, ანუ ქართული ოცნება მარტო თავის თავს კი არ აზარალებს, ასეთი გადაწყვეტილებებით აზარალებს ის საქართველოს სახელმწიფოს, როცა ესეთ ღია კონფლიქტში შედის ყველასთან და არსად მათ პარტნიორები არ ეგულებათ. როგორ აზარალებს იცით საქართველოს? ესენი რო ლაპარაკობენ აქ ივანიშვილის რეჟიმის დაცვაზე, იქ ეუთოს თქვათ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შეიძლება აფხაზეთზე ისეთი რეზოლუცია და ისეთი წინადადება გაიპაროს, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს. ოსეთში გაიპაროს ესეთი წინადადება. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ეუთოს ასამბლეაში ქართული ოცნების წარმომადგენლები მუშაობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, დევნილთა უფლებების დაცვაზე, გალში და ახალგორში ჩვენი მოქალაქეები რო აპართეიდში ცხოვრობენ ამ საკითხებზე, ნაცვლად ამისა ისინი მუშაობენ როგორ გააправონ საკუთარი ავტორიტარიზმი და როგორ თქვან, რომ ესე იგი საქართველოში დემოკრატია ყვავის. და აი ამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამაც აჩვენა, რომ ხო შეიძლება ვიღაც ყავდეს, ვინც გვერდით დაგიდგება, თქვათ ვიღაცა ნეოფაშისტი ან ნეონაცისტი, რომელიღაცა რადიკალური მემარჯვენე პარტიიდან ევროპაში, ან ლეპენის ხარდამჭერი გამოვიდეს და სიტყვა შეგაწიოს. არავინ არ ყავთ ხარდამჭერი. აი იმათთანაც კი უჭირთ ხიდების მშენებლობა და ყველაფერი იცით რა არის? ეს ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი ამ ქართულ ოცნებას დაყავს იმედის სიუჟეტის დონეს. ანუ მარტო შიდა მოხმარებისთვის და შიდა პროპაგანდისთვის იყენებენ და არა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას რაღაც სახელი კონდეს
საერთაშორისო ასპარეზზე. დაცინიან მაგალითად EUTOS. ამბობენ, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ფუნქციები აღარ აქვს. როგორ აღარ აქვს? ნებისმიერი ფორუმი, რაც არსებობს, ნებისმიერი სივრცე, სადაც ამდენი ქვეყანა იკრიბება, ამდენ თემაზე ლაპარაკობს, ამდენი დისკუსია, როგორ შეიძლება ის უფუნქციო იყოს? რა არა გვაქვს ჩვენ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები? არ გვაქვს სალაპარაკო, სალაპარაკოს მეტი რა ქართული გვაქვს? ოცნების უბრალოდ ქართული დელეგაციის ზოგადად პოზიციაც შევაფასოთ და ამით დავასრულოთ. იცით რომ ნიკოლოზ სამხარაძემაც და სხვებმაც პლენარული სხდომა რეზოლუციის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს. იქამდე კი სწორედ ნიკოლოზ სამხარაძემ მოასწრო და EUTO ფაქტების განზრახ დამახინჯებაში დაადანაშაულა, ისე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების სრულად იგნორირებაში იქნენ დაადანაშაულებული ასამბლეის ის წარმომადგენლები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ქართული ოცნების გაქცევა დაარქვეს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პროტესტს, მაგალითად პარტია ლელოში. აი თქვენი შეფასება როგორია? ეს იყო გაქცევა თუ ეს იყო პროტესტი? პარტია ლელოს თქმა არ უნდა იქვე ასამბლეის თავმჯდომარემ შენიშვნა მიცა საქართველოს დელეგაციას, რომ თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, დაპროტესტებთ, დარჩით და მოისმინეთ საწინააღმდეგო პოზიციაც. აი ეგ ბატონი სამხარაძე მოიქცა პატარა ბავშვით, ფეხებს რო აბაკუნებენ და რაღაც რო არ უნდათ და რო გარბიან სიტუაციიდან, რომ პასუხი მათ არ მოთხოვონ და ერთ დეტალს ვიტყვი, საინტერესო დეტალს, ბატონი სამხარაძე იმ ფაკულტეტზე ასწავლის, რომელიც მე დავამთავრე და რომლის ნაწილადაც დღემდე თავი მიმაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჩვენმა ფაკულტეტმა ამას წინათ მისი პორტრეტი დადო გვერდზე, როგორც აი ჩვენი ერთ-ერთი პროფესორი. ამდენი წელია ასწავლის უნივერსიტეტში და 7 სტუდენტმა დაულაიქა ეს ფოტო. დანარჩენი იქ ისეთი კორიანტელი ტრიალებ და შეიძლება იმ სკრინვის აგენტო მიადგეს სტუდენტებს და დაიჭიროს. ანუ ადამიანი 10 წელია უნივერსიტეტში ასწავლის და რასაც ასწავლიდა იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, 1000 სტუდენტი ეყოლებოდა ამ 10 წლის განმავლობაში გამოშვებული და 7 კაცმა არ შეაწია სიტყვა. აი ეს მიანიშნებს მის სოციალურ როლზე და რა ტიპის ფიგურად გადაიქცა ბატონი სამხარაძე აი იმას. მადლობა ლევანს მოგებისთვის დაგემშვიდობებით. ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9-ის ნახევარზე კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს ამჯერად თავისუფალ სტუდიაში, ასე რომ მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით.